მაშინ როდესაც 4 დღიანი ბრძოლა მიმდინარეობს, თუ შეიძლება ამას ბრძოლა ვუწოდოთ, საკმაოდ ცუდია, როდესაც ესეთი შედეგი არსებობს. და აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ გენერალს იმასთან დაკავშირებით, რომ შედარება იმ ჯარსა და ამ ჯარს შორის თუნდაც მატერიალური რესურსის თვალსაზრისით არის წარმოუდგენელი და თუნდაც დანაკარგი, რომელიც ჰქონდა 92 წლის ჯარს მხოლოდ სოხუმთან, ის იყო მთლიანი დანაკარგი, რაც შეიარაღებულ ძალებმა ამ შემთხვევაში მიიღო. და დაცვის მექანიზმები გაცილებით სერიოზული იყო, არ შეიძლება რომ არ აღინიშნოს, რომ შეიარაღებული ძალები გამოვიდნენ ბოლოს სოხუმიდან. და მოსახლეობა არ დაუტოვებიათ და სხვათა შორის აი ამ კითხვას საგიყავით სავენ პირები, რომლებმაც საკუთარ შეიარაღებულ ძალებს გამოასწრეს იქიდან მაღალი კლასის მანქანებით, რომლებიც ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადების შედეგად იყიდეს და 4 წლის მანძილზე კარგად შეფერებული დადიოდნენ ამ ავტომობილებით. გმადლობთ ისეთ დაგიბრუნდებით უგენეს თუ შეიძლება რაც შეიძლება რატიკის ომი რატომ იყო თქვენთვის ეს ასე გარკვეული, როდესაც მოდის პირდაპირ აღიაროთ, თბილისში ძალიან ბევრი ადამიანს ეგონა, რომ ჩვენ იყო საზეიმო განწყობა, ყველა გამოვთქვეთ ამ ცოდვაში, წყალებში რომ ყველა გულში გრიხაროდა, რომ რაღაცა წარმატებას მივაღწიეთ და ჩვენ ცხინვალს ვაკონტროლებთ. მიუხედავად იმისა, ვინმეს მოწონს ეს ხელისუფლება თუ არ მოწონს, გარკვეული იმედი ყველა ქართველის გულში გაჩნდა იმ მომენტში. მით უმეტეს კრადის ნიშნავდა, რომ ჩვენ უკვე პოლიტიკურად ეს ომი გვქონდა. ამ იმპერიაში ყველა შემოგვდა ძირითადად საფრანგეთიდან მოსახლეობა. ხო? ეს უკვე იყო ერთ-ერთი თეორიული კონცეფცია და იყო ჩვენს მიერ ამხიდან და ეს ჩვენ პოლიტიკურად წავიდნენ. ამ ეს ნიშნავდა, რომ შეძლეს და ეკნება უფლება გადმოგვიდგა, რომ გამოიყენოს თავისი სამხედრო ძალები სრული მასშტაბით. უბრალოდ რუსეთმა რა თქმა უნდა უკვე გადაამლაშა ეს რუსკო და ეს გახდა რუსეთის პრობლემა. ეს არის რომ შემოსული და ყველა დასკვნებში რაც არის, უკვე დასკვნები საპარლამენტო ასამბლეის ევროპის ყველა ორივე მხარეს ებენ და იგივე არის სასამართლო ნასტარი გადაწყვეტილება რაც იყო ჩვენ საჩუქრ შეტანის საჩუქრ არის ორი მხარესკენ მოწოდება რომ შეიკავო თავის პოლკაციდან და გავშეკუთო. პრაქტიკულად მეცნიერები რაც იყო თავიდან ეწოდა რაღაცა გეგმა არის რომ იგივე ოპერატიული გეგმა, მაგრამ იმის გამო რომ რეალურად ჩვენ სამწუხაროდ 2000 ჯარის შენობება არ არის მარტო ჩაცმულობა და გულისხმობს სააშუაში. პირველ რიგში არის მოგრანი. და პირველ რიგში არის პროფესიონალი კადრი. პროფესიონალი კადრის შეიძლება საკმაოდ ძრო. ეგრევე. მეორე ოქროაშვილის პერიოდში დაინერგა ძალიან ისეთი პრაქტიკა, როცა მინისტრთა და ქართლის კინებით ერექინება ჩამოდიოდა დავლა და მიდიოდა რიცა. და ეს მინდა დანერგილი. ანუ როცა უკაცრავად ეს ნაცვლად მოხდა კიდე უფრო. როცა ქართველი ოფიცერი შეიქმნა ნაცვლად და კინება სწავლის ხელმძღვანელები ვერ იმას ვერ მოსყო ვაშკაცობას ზოლის. იბადანო ქართული ჯარის სულისკვეთება არის განხილვის თემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მე მინდა
შემოგთავაზოთ ჩვენს მაყურებელს შევთავაზოთ New Times-დან ესეთი სტატიის ამონარიდი ჩვენთან ძალიან ავტორიტეტულად ითვლება ხოლმე ციტატების მოყვანა უცხოური გაზეთებიდან და მათ შორის მუდმივად ამ განმავლობაში არის იმის პროპაგანდა რომ დასავლეთში ჩვენ შესახებ ისხმებოდა და იწერებოდა მხოლოდ კარგი რომ ყველა იყო აღფრთოვანებული ქართველების ლაშქრობით და ერთმნიშვნელოვნად ესე ვთქვათ მოძენ რუსეთის აგრესიას რა თქმა უნდა რუსეთის აგრესიას მოვდა ყველა მაგრამ სამწუხაროდ არც აღფრთოვანებული იყო დასავლური მედია ჩვენი ქმედებებით თუნდაც ჩვენი ჯარის ქმედებებით მოდით მოვისმინოთ მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენთვის ეს არის ცნობილი უბრალოდ მაყურებელს გავაცნოთ ამონარიდი ამ სტატიიდან რაც შეეხება ქართული ჯარის ქმედებებს საბრძოლო მოქმედებების დროს მე ვთხოვ რომ გვაჩვენონ ეს ნაწყვეტი საქართველოს თავის მხრივ ჩაატარა მომწურავი ანალიზი და დაასკვნა რომ მათი მთავარი ნაკლი რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ეს იყო საქართველოს სისუსტე რუსულ საჰაერო ძალებთან შედარებით ასევე ბრძოლის ველზე ეფექტური კავშირის და ურთიერთქმედების არარსებობა მინისტრ კეზერაშვილის და მისი მოადგილის ბათუ ქუთელიას თქმით ეს პრობლემები შესაძლოა დაიძლიოს თუ ტექნიკის შეძენაში თანხები ჩაიდება თუმცა დასავლელ სამხედროებთან ინტერვიუებით რომლებიც ქართულ სამხედროებთან მათ შორის ოფიცრებთან მუშაობდნენ თავად საქართველოში ევროპასა და ამერიკაში ნათელი ხდება რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებში პრობლემები უფრო სერიოზულია და მათი გამოსწორება შეიარაღების უბრალო მოდერნიზებით შეუძლებელია ცოტა ხნის წინადელ ომში რომელიც სულ რამდენიმე დღე გრძელდებოდა ქართული არმია წინააღმდეგობის გარეშე გარბოდა რუსული არმიის შემოტევისას და საკუთარი სამოქალაქო მოსახლეობა ბედის თანაბარად დატოვა მის თვითმფრინავის მტერთან შეხების პირველივე საათების შემდეგ ფრენა აღარ შეეძლოთ საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდები ნაპირებთან ჩაიძირნენ საპატრულო კატერები კი რუსებმა თან წაიღეს დღეისათვის არსებული ინფორმაცია იმაზე მეტყველებს რომ ომის დაწყებიდან მის დასრულებამდე ნატოში შესვლის მსურველი საქართველოს ისე ომობდა რომ მისი მოქმედებები სრულიად აბათილებს ხელმძღვანელობის მცდელობებს საკუთარი ქვეყანას სერიოზულ სამხედრო პარტნიორად ან სახელმწიფოდ წარმოაჩინოს სააკაშვილის და მისი მრჩეველების თქმით პრეზიდენტი რომელსაც სამხედრო ძალების მართვის გამოცდილება არ გააჩნია ერთ მომენტში პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო მოქმედებებს გაცემდა ბრძანებებს მობილური ტელეფონი და იღებდა გადაწყვეტილებებს თუ როდის გადაეცვალოს ბრიგადა საქართველოს დასავლეთსა და რათა შემოსეულ რუსულ კოლონებს დახვედროდნენ მომხდარი მოვლენების მრავალრიცხოვანი თვითმხილველები ამბობენ რომ სააკაშვილის ბრძანებიდან 30 წუთში ქართულმა სამხედროებმა ცხინვალის საცხოვრებელი კვარტალების და იქ მყოფი რუსის სამშვიდობოების ბაზის გაძლიერებული დაბომბვა დაიწყეს ზალპური ცეცხლით და артиллერიით. რიგი დიპლომატების, სამხედროების და მოწმეების თქმით, სწორედ ამ დაბომბვამ გამოიწვია რუსების სამხედრო პასუხი, როდესაც რუსული ტანკების კოლონები როკის გვირაბის გავლით შევიდნენ და სწრაფად შეძლეს ბრძოლის თავის სასარგებლოდ გახდა საქართველოს განაცხადა, რომ მისი თავდასხმა აუცილებელი იყო თითქოს და რუსული არმიის შეტევის შესაჩერებლად, რომელიც უკვე დაწყებული იყო. თუმცა დღეს არ არსებობს დამოუკიდებელი მტკიცებულებები გარდა ქართული მხარის დაჟინებული მტკიცებისა, რომ რუსული ჯარის შეტევაზე მანამ გადავიდა, სანამ ქართველები ცხინვალს артиллერიიდან დაბომბავდნენ. ერთ-ერთი დასავლელი სამხედროს თქმით, ბრძოლის დროს ნათელი იყო, რომ საქართველოს სულად მოემზადა სამხედრო მოქმედებებისთვის. ზურგის უზრუნველყოფით თვალსაზრისი და რომ მისი ქვედანაყოფები ბრძოლის ველზე ერთმანეთს ხელს უშლიდნენ. ამის მიზეზი ნაწილობრივ მოწინავე ქვედანაყოფებსა და მეთაურობას შორის ცუდი კავშირი გახდა. ასევე პოლიციასა და სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების სრული არარსებობა. ისინი ხშირად ერთი და იგივე ამოცანას ასრულებდნენ და ერთმანეთს გზას უღობავდნენ. ერთი დასავლელი სამხედრო მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ერთ-ერთი ქართველი გენერალი უმაღლესი მთავარსარდლობიდან ბრძოლის ველიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გარბოდა ისე, რომ საკუთარი მებრძოლები ბრძოლის ველზე დატოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს. არავინ დაობს იმაზე, რომ არმია ქაოსმა და შიშმა მოიცვა, რამაც ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ქართული ჯარი ზედაქალაქამდე გარბოდა ისე, რომ ქალაქი გორის სერიოზული დაცვის გარეშე დატოვეს ჯერ კიდევ მანამ, სანამ იქ რუსეთის შეიარაღებული ძალები მივიდოდნენ. უკან დახევისას ისინი შეიარაღებდა საბრძოლო მასალებს გზადაგზაყრიდნენ. ეს იყო ნაწყვეტი გაზეთ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიიდან. ეს სტატია გამოქვეყნდა სექტემბრის დასაწყისში. სამწუხაროდ მსგავსი სტატიები დასავლურ მედიაში ჩნდებოდა იმპერიის საკმაოდ ხშირად და სიტყვა ქართული სახელმწიფოს კრახი, ქართული არმიის კატასტროფა ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ხოლმე აგვისტოს მოვლენების შეფასების დროს, რაც არ უნდა ვმალოთ ჩვენეს. ეს არის რეალობა, ეს არ არის ტელეკომპანია კავკასიაში გაშვებული ინფორმაცია, ან გაზეთ ალიაში, ან რომელიმე ქართულ მედიის საშუალებაში და ვერავინ დააბრალებს, მე მგონი New York Times-ის ჟურნალისტებს, კრემლის აგენტობას ან რაიმე სხვას და თუნდაც არაობიექტურობას აქ შეიძლება